ახლა გაჩნდა მოლოდინი, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს რაღაცნაირად ჩიხში შესული კრიზისული ვითარებიდან გამოსავალი მოძებნობს და ქვეყანაში პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ხით ჩატეხილობა გაამრთელოს. მეუფე დანიელი ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მეუფე ვიდრე ამ თემაზე გადავალ, ცოტა ემოციურ თემებს მინდა შევეხო, რითაც დატვირთული იყო მათ შორის გუშინდელი დღე. აღარაფერს ვამბობ დიდ გაფართოებულ კრებაზე. თქვენ ხართ ის მღვდელმთავარი, რომელსაც ხვდა პატივი წილად ახალი პატრიარქისთვის, შიო მესამისთვის უძველესი მიტრა დაგედგათ თავზე. როგორი იყო განცდა ეს მითხარით, იმიტომ რომ ჩვენ მანამდე ვნახეთ პატრიარქ შიოს ემოციებით, თვალზე მომდგარი ცრემლიც. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. ნამდვილად გუშინდელი დღე მეტად მნიშვნელოვანი არის საქართველოს უახლესი ისტორიისთვის. ჩვენ გქონდა სრულად ბუნებრივი შიში იმისა, რომ როგორ გავაგრძელებთ ჩვენს არა მარტო საეკლესიო, არამედ ზოგადად საზოგადოებრივ ცხოვრებას, მას შემდეგ, როდესაც არ იქნება პატრიარქი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა რთულ პერიოდებში, ასე ვთქვათ, მშვიდობის ყოფილი მისიის აღსრულებაში. ჩვენ ვერ წარმოგვედგინა ვერც ერთი პიროვნება ეკლესიაში, ვერც ერთი მღვდელმთავარი, ვინც აი ამ საოცარ ჯვარს იტვირთავდა. ჩვენ ყველა ამაში შეთანხმებული ვიყავით, როგორც სასულიერო დასი, ასევე საერო დასი და ეს მოლოდინი იყო ძალიან ესეთი რეალური და ძალიან ვღელავდით ამის გამო ყველა. თუმცა ჩვენი ეს ვთქვათ გარკვეული ველვარების საფუძველიც ოდნავ შემცირდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიხილეთ პატრიარქთან გამომშვიდების რაღაც არაბუნებრივი პროცესი, როდესაც არა მარტო რაოდენობრივი თვალსაზრისით იყო ეს მნიშვნელოვანი, თუმცა ესეც ერთ-ერთი უპრეცედენტო ალბათ მოვლენა იყო, არამედ ეს იყო მნიშვნელოვანი კიდევ იმით, რომ თვისობრივად ადამიანები ძალიან ესე ვთქვათ ამაღლდნენ, იქ ყოფი ადამიანები ძალიან დიდ ესე ვთქვათ აი გრძალვაში იყვნენ, ერთმანეთის მიმართ იყვნენ მოწიწებული და ეს ხდება იმის ფონზე, რაც ბოლო წლებში საკმაოდ საზოგადოების ცხოვრებაში ბევრი ესეთი მღელვარება, ძალიან დაპირისპირება. აი ჩვენ ვიხილეთ რაღაცა ამის საპირწონე მდგომარეობა, ამან ძალიან ესე ვთქვათ, რაც იმედები გაგვიჩინა და მინდა გითხრათ, რომ იგივე მოხდა სასულიერო დასში. იგივე მოხდა, იმიტომ რომ ჩვენ ერთ რამეს მივხვდით, რომ თუ პატრიარქის დროს ჩვენ შეგვეძლო კიდევ რაღაცა უფრო მეტი სითამამე გამოგვეჩინა, ზოგჯერ შეიძლება რაღაცა ზედმეტიც ყოფილიყო ჩვენი ესეთი შინაგანი ესეთი ქმედებანი თუ გამონათქვამები. ეხლა თუ ჩვენ ესე იგი არ გავერთიანდებით, ეხლა ჩვენ შეიძლება მართლა ძალიან გაგვიჭირდეს და ხალხს ძალიან დიდი ტკივილი დარჩეს, რომ უპატრიარქოთ ეკლესიაც დაირღვა, საზოგადოებაც უფრო ესე იგი მშვიდობს ყოფილი ადამიანის გარეშე დარჩა და ამ პასუხისგებლობამ ჩვენ გაგვაერთიანა. რთული იყო მეუფე აი ამ ერთიანობის შენარჩუნება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რა ხდებოდა შიგნით და რამდენად მწვავე იყო ეს დაპირისპირება, მაგრამ რაც გარეთ საჯაროდ გამოდიოდა და ითქვა, ისიც კი საკმარისი იყო იმის შესაფასებლად, რომ ყველა არ იყო ერთ აზრზე, რა ვიცი, მეუფე ზენონის გამონათქვამებიდან დაწყებული თუნდაც პირველ, ასე ვთქვათ, სინოდის პირველ კრების შედეგებით დამთავრებული, როდესაც მეუფე დანიელს და მეუფე ისაიას არ მისცეს, ისინი ჩახსნეს მოკლედ აი ამ პატრიარქობისთვის ბრძოლიდან.
ესე იგი, რასაკვირველია ეს მოსალოდნელიც იყო, რომ იქნებოდა მკვეთრი და ესეთი რეაქციები იმ მოლოდინებთან დაკავშირებით, რომ ყველას თავისი შეხედულება ჰქონდა, თავისი ასე ვთქვათ, აზრი ჰქონდა და აი ეს სიმძაფრე ბუნებრივი იყო, მოსალოდნელი იყო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს იყო მინიმალური. ანუ ეს იყო გაცილებით უფრო მცირე, ვიდრე რასაც ქვია ერთობა. ვიდრე რასაც ქვია ძმური ურთიერთობა. აი მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ვინც თქვათ გამოხატა ეს თავისი მოსაზრება ნებისმიერი კუთხით, თქვათ, ან ერთი მხარდამჭერი, ან მეორეს თუ ყველა მერე როცა ხვდებოდით ერთმანეთს, აი რაღაც თითქოს შეშენდობას ვთხოვდით ერთმანეთს, რომ აი ავღელდი შეიძლება ის ანუ საოცრება ხდებოდა. და ბოლოს თვითონ ამ გაფართოებულ კრებაზე იყო სრული, ასე ვთქვათ, სიმშვიდე, სრული პატივისცემა და პირველებმა კანდიდატებმა მიულოცეს გამორჩევა ახლანდელ პატრიარქს და თვითონ გუშინდელ დღეს ეს ჰარმონია იყო აბსოლუტური. დავაზუსტებ, ანუ რაც გასარკვევი იყო ერთმანეთში, ხო, გაფართოებულ კრებამდე თქვენ ეს შეძელით, არ ვიცი, პირადი კომუნიკაციით მათ შორის, იმიტომ რომ მე მახსოვს მეუფე ზენონის ძალიან სკანდალური სატელევიზიო ინტერვიუ, სადაც მან დაანონსა, რომ სხვა მღვდელმთავრებიც დაიწყებდნენ ხმამაღლა ლაპარაკს, მაგრამ მას შემდეგ ხო. ესე იგი, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ემოციური ესეთი განცდა და მოლოდინი მისი პირადად და მე მისი ურთიერთობა დანარჩენ მღვდელმთავრებთან ასევე გაუმჯობესდა და აღარ იყო ესეთი რადიკალური. ანუ მშვიდობიანი იყო. რამ შეუწყო ხელი აი ამ ურთიერთობების გაუმჯობესებას, იმიტომ რომ ვნახეთ ხო, პატრიარქის არჩევის შემდეგ მისი კომენტარიც, რომ მან გამოთქვა მზადყოფნა თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამას შეუწყო ხელი აი პირდაპირ ვიტყვი ღვთის მადლმა, ღვთის წყალობამ და ჩვენ გვაქვს განცდა, რომ პატრიარქი არათუ ესე იგი მას შემდეგ რაც ფიზიკურად დაგშორდა, უფრო დაგვიახლოვდა სულიერად. აი ამის განცდა გვაქვს რეალური და ვგრძნობთ აი ჩვენ თავზე ყოველ ცალ-ცალკე თითოეული, რომ აი გვეხმარება, რომ სიმშვიდე მქონდეს, სწორად ვიაზროვნოთ და აი შეგვადუღაბა, თუ შეიძლება ესე ითქვას, რაღაცა ცით მოლოდინი იმისა, რომ მართლა შვიდობა, ერთსულოვნება გაგრძელდება ჯერ ეკლესიის წიაღში და მე ღრმად მწამს, რომ ასეთი ეკლესიის, ასეთი სინოდის, ასეთი ერთსულოვნების მიმართ დობის ხარისხი გაიზრდება საზოგადოებაში და შეიძლება ის გარკვეულად დაპირისპირებულ მხარეებს შორისაც უფრო მედიატორის როლი შეასრულოს ეკლესია. ხო, თქვენო მეუფება მე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ერთს ვიკითხავ კიდევ, ხო? ჩვენ საეროპირებს შეიძლება ფორმულირებებში რაღაცები გვეპატიოს ხოლმე და თქვენი მოწყალების იმედი მე მაქვს. ანუ შეგვიძლია ახლა ვთქვათ, რომ დღეს წმინდა სინოდს ეგრეთ წოდებული მიამბოხე მღვდელმთავარი არ ყავს? მე პირადად მჯერა, რომ აი ყოველ შემთხვევაში აი კურთხევის დღეს ასეთი რამ არც ერთ მღვდელმთავარში არ იყო. და რასაკვირველია, ყოველდღიური ცხოვრება კიდევ სხვა ახალ გამოწვევებს დააყენებს ჩვენს წინაშე. შესაძლებელია ისე ვიტყვი, რომ ხელვარება პატრიარქის დროსაც იყო. წარმოიდგინეთ, თუ კი პატრიარქის დროს შეიძლებოდა პატრიარქის თუნდაც პოზიციის მიმართ რაღაცა განსხვავებული აზრი ქონოდა მგდელთან. ეხლა მით უმეტეს არ არის გასაკვირი, მაგრამ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს საოცარი განცდა, რომ თუ ჩვენ არ გავერთიანდით, პატრიარქის დროს კიდე შეიძლებოდა ყოფილიყავით ცოტა უფრო თავისუფალი, უფრო ლაღი. ეხლა ჩვენ თუ არ გავერთიანდით, ჩვენ იმ ჯვარს, რასაც პატრიარქი ატარებდა, ვერ ავწევთ და არ უნდა გაუცრუოთ იმედი არც ჩვენ პატრიარქს, რომელმაც ამდენი იზრუნა, რომ ამდენი ჩადო ჯერ სასულიერო დასში, მერე საერთოდ საზოგადოებაში, მრევლში.
და არც საზოგადოებას. კი ბატონო, მინდა ესა გუშინდელ დღეს სეტი ცხოველში ყველა მღვდელმთავარი ესწრებოდა? გუშინდელ დღეს ესე იგი ორი მღვდელმთავრის გარდა ყველა ესწრებოდა. მათი არ დასწრების მიზეზი რა იყო? მე არ ვფიქრობ, რომ მათი არ დასწრების მიზეზი იყო რაღაცა პროტესტი. შეგვიძლია ვთქვათ ეს ვინ იყვნენ? მეუფე ზენონი და კიდევ ვინმე სხვა? კი, როგორ არა, მეუფე ზოსიმე, რომელიც მიესალმა და ძალიან კეთილად იყო და არის განწყობილი მეუფე ეს ახალი პატრიარქის მიმართ. ის არ ესწრებოდა. ის არ ესწრებოდა. და კიდევ და მგონი მეუფე ზენონი. კი ბატონო. კარგი, ახლა დავუბრუნდეთ კიდევ გუშინდელ დღეს, როდესაც არქიდიაკონმა დემეტრემ მიმართა ახალად არჩეულ პატრიარქს, მან თვალზე ცრემლი ვერ შეიკავა და გვაქვს ეს კადრები და გავუშვათ აუცილებლად. აი თქვენ მინდა გკითხოთ მეუფევ, თქვენთვის რას ნიშნავდა, თქვენ უკეთ ახსნით, რას ნიშნავდა ცრემლი პატრიარქის თვალზე? ცრემლი პატრიარქის თვალზე ბევრ რამეს ნიშნავდა. უპირველეს ყოვლისა ეს იყო შეგნება და გააზრება იმისა, რომ პიროვნებას ღმერთმა ასეთი მისია დააკისრა. ეს იყო რასაკვირველია უდიდესი მადლიერების განცდა. არსებობს ესეთი გამოთქმა და ჩვენ ეს ყველას განგვიცდია სიხარულის ცრემლი. ეს იყო სიხარულის ცრემლი, მაგრამ სიხარულის ცრემლი, რომელიც გარდა ეს არ არის ჩვეულებრივი სიხარული, ეს არის რაღაც ამაღლებული, ძალიან დიდი ამაღლე. აი ვთქვათ, რომ გავიგებთ რაღაცა დიდ წარმატებას ჩვენი ახლობელი ადამიანის და ცრემლი მოვადგეს. ეს იყო ბედნიერების ცრემლი, ეს იყო ნეტარი. იცით მე სხვა რამესაც ვიტყვი, ახლა ეს ორი თვე პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ძალიან დაძაბული იყო ყველასთვის. აი ჩვენ ეს შიში რომ აი როგორ განვითარდება რა შედეგები გვექნება. ამიტომ მე ვიცი რომ პატრიარქის სიოს ღამეები არ ეძინა. ჩვენც ხშირად არ გვეძინა, მაგრამ გიზიარებდათ საკუთარ ემოციებს? კი, გვისაუბრია, ნუ აი რო ხდებოდა. ვის და ხა წმინდა სინოდიდან ალბათ თქვენთან ექნებოდა გულახდილი საუბარი, ხო? ყოველთვის ქონდა. მე აი რისი თქმაც შეგიძლიათ იქნებ ჩაგვახედოთ აი ამ თუნდაც ორი თვის. უთქვამს ის რომ აი ერთის მხრივ რომ აი ძალიან მძიმე დაძაბული იყო ეს პასუხისგებლობა ჯერ პატრიარქის გაცილებასთან დაკავშირებით, მერე ამ არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით, გარდა წმინდა ადმინისტრაციული, აი ყველაფერს რო თავი დავანებოთ, რომ აი რაღაცა ღირსეულად რომ მოხდეს ეს ყველაფერი, როგორც პატრიარქთან მიმართებაში, ისე ახალ პატრიარქის არჩევასთან, ეს ძალიან დიდ ენერგიას იტყობს, მაგრამ ამას ემოტებოდა სწორედ ის, რომ აი მშვიდობიანად უნდა მომხდარიყო ეს საზოგადოებაში. ახლა მაგალითად ჩვენ შემოგვეხმიანა ბევრი ადამიანი და აი დღეს შემოგვეხმიანა ქალბატონი, ჩვენი ძალიან ახლობელი, ჩემი ოჯახის ახლობელი ქალბატონი, რომელიც 100 წლის ხდება. დიახ. და თქვა რომ ძალიან მეშინოდაო, რომ პატრიარქის შემდეგო დაიწყებოდა არეულობა და განხეთქილება და გუში რო უყურეო ამ პატრიარქის კურთხევასო, აიო ეს შიში გამიქრა და მე მგონი თელ საზოგადოებაში ეს შიში გაქრა და აი ამის გამო იყო ძალიან დიდი მღელვარება. და როგორც თქვენ გაიხსენეთ, იყო რასაკვირველია საფუძველიც ამ მღელვარების, იმიტომ რომ ზოგი მთავარი უფრო ემოციურად გამოხატავდა ამას. და ეს იყო და ყველაზე დიდი დატვირთვა იყო მაშინდელ მოსაყდრეზე, ახლანდელ პატრიარქზე. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ ის თხოვდა. მასზე იყო, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მასზე იყო და ვიცით მე ბოლომდე უთანაგზნობდი მას პირადად და მაშინაც როცა ისე გამოდიოდა თითქოს ეს ხელოვნურად მოხდა რაღაცა შეჩერება ზოგიერთი მღვდელმთავრის, მე ამაში არ ვხედავდი რაიმე ხელოვნურს, მე ვხედავდი რომ ეს არის ძიება, აი სწორად როგორ მოვიქცეთ. ღვთის წინაშე მე არ ვიცი, შეიძლება ისე ჯობდა
შეჩერებას გულისხმობთ, აი როდესაც ზოგიერთი რაღაც იმეების გამო, რაღაც დებულებაში არსებული ნორმების გამო იყო შეჩერება. ღვთის წინაშე მე არ ვიცი, ესე იგი, ისე ჯობდა, ასე ჯობდა, მაგრამ მე ერთი რამე ვიცი, რომ თუ ეს შეჩერება ხდებოდა, ეს არ იყო პიროვნული რაიმე მიზეზის გამო, ის იყო ძიება ჭეშმარიტებისა, ღვთისნებისა და ეხლა ჩვენ შეიძლება შევცდეთ ადამიანები. ეხლა მე ასე სხვანაირად ვფიქრობ, ის სხვანაირად, მაგრამ როცა სინოდი მსჯელობს, იქ სული წმინდა კარნახობს სინოდს და მე ვამბობდი, რომ მე ასე ვფიქრობ, მაგრამ სინოდი რასაც იტყვის, მე მას დავემორჩილებ და ასე ვიყავით ყველა. და ამიტომ რასაც სინოდი იტყოდა, აი ეს იყო კიდე საოცრება, რომ აი ეს სარწმუნოება გამოავლინდა და ერთ რამეს დავამატებ. ეს არის ნაყოფი პატრიარქის ჯვარცმული მოღვაწეობის. მან ჩვენ აღზარდა. მან ჩვენ აი ესე რომ ვთქვათ, ქუჩიდან მოგვიყვანა რა გაგებით ახლა არა საერო ტერმინით ქუჩა, არამედ არაეკლესიური, ველური ქრისტიანობიდან მოგვიყვანა. უმრავლესობა ძალიან იშვიათი იყო, ვისაც ოჯახში ეკლესიური ოჯახის წევრები ჩვენ და ასეთ დონეზე აგვიყვანა, დამთავრები გავხადა და ამიტომ ეს არის მისი დამსახურება. და თვითონ საზოგადოებაშიც აი გამოჩნდა, რომ ის რაც მან აკეთა, არ დაიკარგა. ის და ერთ საოცარ რაღაცას გეტყვით. მითხარით. პატრიარქი იყო პიროვნება, რომელიც როცა რაიმეს აკეთებდა, იგი არ ცდილობდა, რომ ნაყოფი ეხილა, ვთქვათ, ძალიან სწრაფად, ერთ წელიწადში, ორ წელიწადში. მას შეეძლო ეს ათეულ წლებზე ესე ვთქვათ, განესაზღვრა და კიდევ უფრო დიდ ხანზე. და მე ესეთი გზნობა მაქვს, რაც გამოვლინდა მისი მოღვაწეობიდან, ეს არის მისი მოღვაწეობის, რაც მან დასდესა, მხოლოდ 20%. და 80% კიდე გამოვლინდება. თუნდაც ის აი რაც მოხდა, ის ერთობა, ეს ერთსულოვნება, მის სიცოცხლეში ამ ხარისხში არც ერთხელ არ გამოვლენილა. და აი ეს გამოვლინდა სინოდშიც და მე ღრმად მწამს, რომ კიდევ უფრო გამოვლინდება და პატრიარქი ამას აგრძელებს ჩვენს წინამძღოლს. ანუ შეგვიძლია ასე ვთქვათ, თქვენ საუბრიდან გამომდინარე ვფიქრობდი და ესეთი განცდა დამრჩა, რომ პატრიარქი ჯერ კიდევ ანუ გარდაცვალების შემდეგაც ეხმარება ახალ პატრიარქს, სინოდს და თითქოს სწორ მიმართულებას აძლევს. ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა მითხრა, რომ თავისი მოღვაწეობით ელია მეორემ ძალიან დიდი ავანსი დაუტოვა, მაგრამ ნუ ეს ავანსიც უნდა ვიცოდეთ, რომ არ არის განუსაზღვრელი. ხა გადავიდეთ ამ საკითხზე. მე გუშინდელი დღე კიდევ იმითი იყო ძალიან საინტერესო და ეს ვთქვი, რომ თქვენ ხართ ის მღვდელმთავარი, ვინც უძველესი მიტრა, როგორც პატრიარქობის დამადასტურებელი ერთ-ერთი ნიშანი თავზე დაადგით ახალ პატრიარქს. არ ვიცი, რამდენად სწორად მესმის ჩემთვის თქვენც იზიარებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც საკუთარ თავზე ახალმა პატრიარქმა აიღო და მართლა ძალიან დიდი ტვირთი და ძალიან დიდი ჯვარია. ზოგადად სასულიერო ცხოვრება არის ჩვენთვის საერო ადამიანებისთვის დიდი და მძიმე და საპასუხისმგებლო ტვირთი და მით უმეტეს, როდესაც მზად ხარ ეკლესიის წემს მთავარი გახდე, ხო? ანუ თქვენ რით გამოარჩიეთ მეუფეშიო, პატრიარქიშიო მესამე? მე დიდი ხანია მას ვიცნობ, მას შემდეგ რაც იგი მან დაიწყო პირდაპირ მონასტრული ცხოვრება. დატოვა კონსერვატორია საკმაოდ წარმატებულმა პიროვნებამ, ისეთი კარგი ქართული ოჯახიდან, ტრადიციული, აი მაღალი კულტურის, მაღალი ზნეობის ოჯახიდან, თბილისური ოჯახიდან გამოსულმა პიროვნებამ, ახალგაზრდა კაცმა, წარმატებულმა, ესე იგი, მუსიკოსმა უცებ დატოვა და უცებ წავიდა მონასტერში. აი მონასტერში რო წავიდა, მე მას შემდეგ მას ვიცნობ. ვიცნობ და სულ ჩანდა ერთი რამ, რომ ის არასოდეს არ ეძიებდა რაიმე წინსვლას და კარიერულ წარმატებას. არასოდეს. პირიქით ისიც გამოირჩეოდა იმით, რომ იყო ძალიან კარგი გაგებით, სულიერი, ასე ვთქვათ, ღირსება, ჩაკეტილობა. ანუ
აი ძალიან კონცენტრირებული ლოცვაზე, ასკეტურ ცხოვრებაზე, რასაკვირველია ურთიერთობაში ძალიან თავაზიანიც იყო და მაგრამ აი ერიდებოდა ხშირ კონტაქტებს. ძალიან ჩაღრმავებული იყო. მდელიც რო გახდა, თქვა არ ქონდა პრეტენზია მდელობის. მე ეპისკოპოსობაზე მე კარგად მახსოვს, რომ აი შეშფოთებული იყო, იქნებ 1-2 წელი მაინც მაცადონო, რომ მომაგდეო, ესე. აი ეს სულ ქონდა. მოსაყდრეობაზეც იგივე ქონდა. ძალიან შეშფოთებული იყო, შეშინებული იყო და ნუ ამ პატრიარქობაზეც ასევე შეშინებული იყო და მინდა გითხრათ, რომ ეს არ იყო ადამიანი, რომელიც რაიმე კარიერულ წინსვლას ესწრაფოდა. მე ასე ვხედავდი და ვხედავ და რაღაცა სისუფთავე მისი მე მჯერა, მისი სისუფთავის მჯერა, შინაგანი, გულწრფელობის, სისუფთავის ძალიან სერიოზული მლოცველი ადამიანი, ღრმად მორწმუნე და ძალიან განათლებული ამავე დროს. და ამ ერთადერთი ალბათ რაც აი მას მისთვის ძნელი იყო ყველაზე მეტად, ეს იყო აი ასეთი უკვე საზოგადოებასთან ასეთი უკვე აქტიური და ახლო ურთიერთობა, რომელიც უკვე არ შეიძლება, ნუ მოსაყდრეს, რომელიც უნდა ქონოდა და პატრიარქის მოადგილეობა უნდა გაეწია. აი ეს მე სულ მეუბნებოდი, რომ მე არ მეგონა, რომ თქვენ ამას შეძლებდით. მაგრამ პატრიარქმა იცოდა, რომ ის შეძლებდა და აი ამ 9 წელმა ის მოამზადა. ხო, ძალიან საინტერესოა, სხვა შორის კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მრავალმხრივი ნიჭით და დაჯილდოებული ადამიანი იყო და ხატებს წერდა, მუსიკას წერდა და ხშირად ასრულებდა კიდეც საკუთარ ნაწარმოებებს, არ ვიცი, ალბათ უფრო ვიწრო საზოგადოების ვიწრო წრისთვის. რაც შეეხება შიო მესამეს, კიდევ უკრავს ვიოლონჩელოზე? იცით, მაგ მიმართულებით ჯერჯერობით მე არ შემიმჩნევია მისი, ესე ვთქვათ, სურვილი, რომ ეს გააგრძელოს. მომავალში რა იქნება, ვერ გეტყვი. კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება მოლოდინებს ერში. ბევრი მოლოდინი გაჩნდა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი, რომელიც წინ წამოვიდა, რაღაცნაირად უკავშირდება, არ ვიცი, დიდ ეროვნულ შერიგებას. შესაძლებელია ამის საფუძველი თავად აწუხო პატრიარქ შიო მესამის წერილები იყო, რომლითაც ის საჯაროდ მიმართავდა ხელისუფლებას. შესაძლებელია რაღაცნაირად ახალი პატრიარქის სურვილი, რომ მეტი, არ ვიცი, დობა, ნუ პირველი ნაბიჯები გადადგას როგორც პატრიარქმა. ხო, ბუნებრივია მისგან. საიდან წამოვიდა, მე უფრო გითხარით ეს იდეა. რამდენადაც მე ეს მახსოვს პატრიარქის სიცოცხლეში, საერთოდ მოსაყდრეობის პერიოდში იგი ახალი პატრიარქი არაფერს არ აკეთებდა პატრიარქთან შეთანხმების გარეშე. და უკვე მაშინ დაიწყო ამაზე მან საუბარი, მაგრამ ეს რასაკვირველია იყო ყველაფერი პატრიარქთან შეთანხმებული და რასაკვირველია თუ ვინმეს ფიქრობს შეწყალებაზე, შემწყნარებლობაზე და ფიქრობდა საქართველოში ეს პირველად პატრიარქი იყო, მაგრამ მისი ბუნებაც სრულად ამას ეთანხმებოდა და მას დაწყებული ჰქონდა უკვე საუბრები ამაზე. მე ვიცი, რომ საერო ხელისუფლებასთანაც იყო ესეთი საუბრები, შეიძლება ეს ოფიციალური ხასიათი არ ქონდა, მაგრამ მოსამზადებელი იყო. რასთან დაკავშირებით, ანუ შერიგებაზე იყო საუბარი? შერიგებაზე პირველ რიგში და ნუ მის ფორმებზე, სხვადასხვა ფორმებზე, რა ფორმები. მათ შორის შესაძლებელია აქციების დროს დაკავებული ადამიანების მიმართულებით რაღაცა რომ მოფიქრებული ყოფილიყო და ამაზეც რასაკვირველია და მინდა ვთქვა, რომ არის ეს, ასე ვთქვათ, იმედი იმისა, რომ ეს გაგრძელდება მისი მხრიდან და რაც თავარი, აი პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ამაზე ჩვენ როცა შეხვედრები ჰქონდა, ჩვენ საუბრობდით და მის ის ინიციატივა ხშირად მისგან მოდიოდა. ანუ ეს სურვილი არის და რაღაცა მოლოდინი არის, რომ რაღაცა სახით ეს უნდა განხორციელდეს. წმინდა სინოდი როგორ იქნება, რა ფორმით იქნება ჩართული? აი მოვისმინე, რომ შესაძლებელია მღვდელმთავრებმა პირველივე, ესეც ძალიან საინტერესოა, როდის ველოდოთ ახალი პატრიარქის პირობებში სინოდის პირველ სხდომას და შესაძლებელია თუ არა ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად სწორედ აი ეს თემა იყოს წამოჭრილი როგორც განხილვის საგანი. მე პირადად არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს განხილვის საგანი.
რამე თუ ეს არის საერთოდ აი გაერთიანების თემა უნდა იყოს საგანი, მე მგონი, აი როგორ შეიძლება რომ ნაბიჯები გადაიდგას ამასთან დაკავშირებით და რასაკვირველია მათ შორის თუნდაც აი შეწყალების თემა. ასე რომ როდის იქნება ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს უნდა მომზადდეს. ხო, ანუ რაღაც დაახლოებით ვადები მაინც არ ვიცით, იმიტომ რომ იცით რა, ეს მაინც იწევს სინოდს პატრიარქი, ამიტომ ჩვენ ჯერ არ ვიცით. ხო, თუ გავითვალისწინებთ, რომ თუ არ ვწდები 17-ში საპატრიარქოში უცხოეთიდან სტუმრების მიღება იგეგმება, რაიმე თუ შეგიძლიათ გითხრათ, რაც შეიძლება, არ ვიცი, პრესაში ამ ეტაპზე გაჟღერდეს, ვინ შეიძლება ჩამობრძანდეს. საერთოდ წესია ესეთი, რომ ყველა პატრიარქის არჩევისას ყველა ეკლესია იწევს სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს. და იმედია რომ ყველა დელეგაცია დაესწრება. გასაგები მიზეზების გამო ყოველთვის იყო შეკითხვები, როდესაც რუსეთის დელეგაციის წევრები სტუმრობდნენ ხოლმე ამა თუ იმ მიზეზით. ხოთ შორის ერთ-ერთ ვერსიად თუ რატომ ჩაინიშნა აღსაყდრება ძალიან მალე ფაქტობრივად არჩევიდან მეორე დღეს ესეც დასახელდა აქვს ამ ვერსიას არსებობის უფლება, რომ რაღაცნაირად ავირიდეთ უხერხულობა პატრიარქის აღსაყდრების ცერემონიაზე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაცია ყოფილიყო თუ მე ამ გადაწყვეტილების საფუძველი არ ვიცი, იმიტომ რომ ბოლო შეხვედრებს ვერ დავესწარი რა იყოს გარკვეული მიზეზების გამო და აი мотиваცია რა იყო, არ ვიცი. თუმცა ერთ-ერთი мотиваცია ის იყო, რომ და სრულად ასე ვთქვათ, ბუნებრივი მოთხოვნა, რომ აღსაყდრების გამორჩევის შემდეგ ნებისმიერ დღესასწაულზე და კვირა დღეს პატრიარქი უკვე უნდა იყოს ნაკურთხი და ეს დღე იყო უდიდესი დღესასწაული გუშინდელი. ეს იყო ღვთისმშობლის წილთომილობის დღე, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატით ჩამობრძანების დღე და ამ დღეს გუშინ დაიწყო საქართველოს ეკლესიის მიერ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავის აღნიშვნა. 12-ში დაიწყეთ ეს აღნიშვნა და დაიწყო მოგზაურობა აჭარიდან, საიდანაც შემოვიდა ანდრია პირველწოდებული და ეხლა ჯგუფი ფეხით მოგზაურობს აჭარაში. პირველში დაიწყება წმინდა ნინოს ჯავახეთიდან გზაზე და ასე 6 თვე შემოივლიან მთელ საქართველოს. კი ბატონო, ისევ მინდა რა შეწყალების თემას დავუბრუნდე, იმიტომ მქონდა მორიშვილი შეკითხვები და კიდევ არ მინდა რაიმე გამორჩეს, იმიტომ რომ არ ვიცი კიდევ როდის მექნება შესაძლებლობა თქვენთან ასე საუბრის. ანუ შეწყალებასთან დაკავშირებით სხვა მღვდელმთავრების მოსაზრება მოვისმინე, რომ აი შეწყალება პატიმრების უნდა ეფუძნებოდეს პრინციპს, რომ მონანიება, მიტევება და შემდეგ უკვე შედეგად შეწყალება. თქვენც ფიქრობთ, რომ აი ამ პრინციპით უნდა წავიდეს ეს პროცესი, თუ შეიძლება უფრო რაღაცა სხვა საშუალება გამოინახოს, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება ერთნაირად. მე იცით, ნამდვილად ვერ ვიტყვი იურიდიული, ესე ვთქვათ, ერთია ჩვენი ემოციური, წმინდა ქრისტიანული თხოვნა, რომ აი შევიწყალოთ ვთქვათ, დამნაშავე, უბრალოდ შევიწყალოთ, ეს შეიძლება ასეთი რამ იყოს წმინდა ქრისტიანული ვთქვათ, პოზიციებიდან, მაგრამ ხა გამომდინარე იქიდან, რომ მაინც სახელმწიფო სეკულარულია, შეიძლება მან ეს პრინციპი ესე მარტივად ვერ განახორციელოს. მე ვფიქრობ, რომ ეკლესიის მხრიდან ამ საკითხის დაყენება ყოველ შემთხვევაში მაინც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სახელმწიფო შეეცდება, რომ რაღაცა ფორმები გამონახოს და მე პირადად მაქვს ესეთი განცდა, რომ უკვე არ ვერ ვიტყვი ახლა თვითონ შეწყალების პროცესზე ეს როგორ უნდა აისახოს, მაგრამ შეიძლება ამაშიც აისახოს. საერთოდ შერიგებისთვის აუცილებელია, რომ გავიაზროთ ერთი რამ. საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, თითქმის უმრავლესი ნაწილი, ძალიან მცირეა, რომელიც თავის თავს რომელიმე ბანაკში არ აღიქვამს. სამწუხაროდ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, უმრავლესობა აღიქვამს თავს ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს. ეხლა
თავისთავად განსხვავებული ასე ვთქვათ პოზიციებზე დგომა საშიში კი არა, შეიძლება სასარგებლოც იყოს საზოგადოებრივი განვითარებისთვის და ასე ვთქვათ შემოქმედებითი თვალსაზრისით ძიება ჭეშმარიტება კამათში იბადება, მაგრამ თუ კამათი ღებულობს კატეგორიულ ფორმებს, რადიკალურ ფორმებს და აგრესიულ ფორმებს, რასაკვირველია ის არ შეიძლება იყოს სარგებლობის მომტანი და მე მეჩვენება რომ აი ტელევიზიებმა ალბათ თვითონ საპატრიარქომ ერთ-ერთი რაღაც უნდა მოუწოდოთ საზოგადოებას რომ არ შეიძლება სიძულვილის ენაზე ლაპარაკი. არ შეიძლება ერთმანეთის მოღალატედ გამოცხადება, იმიტომ რა ხდება, აი ორი ბანაკია და აბსოლუტური უმრავლესობა მეორე მხარეს აღიქვამს მოღალატედ და ის პირველი პირველ ერთმანეთს აღიქვამს. ესე ძახილი ერთმანეთისთვის რომ შენ მოღალატე ხარ, მე მგონი ეს არის აი კატასტროფა. იმიტომ რომ შეუძლებელია დიალოგი თუ გამოურიცხავთ მეორე ადამიანში რაიმე ღირსებას. მე უფრო ძალიან დაგავალებთ თუ აი აქ პირდაპირ ეთერში გთხოვთ რომ იქნება ეკლესიამ, საპატრიარქომ, წმინდა სინოდმა, პატრიარქმა დიდი პოლიტიკური შუამავლობა ითვირთოს, იმიტომ რომ ჩვენ რაც არ უნდა მოუწოდეთ არა, რასაკვირველია, არა, მხარდაჭერა თქვენი, არა, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა თქვენ გეკნებათ და ამას სულ ვცდილობ ხოლმე, კი ბატონო. ეკლესია შეეცდება ამას, ამ მონახოს ეს ფორმები, რომ ეს აი ამ შერიგებისკენ ნაბიჯები გადაიდოს. ხო, კი ბატონო, და კიდევ ერთი საკითხი რომ არ გამომრჩეს, ჩვენ ვიცით გაფართოებულ კრებას მეუფე ნიკოლოზმა მიმართა წერილით, რომელიც შემდეგ უკვე საჯაროდ გამოაქვეყნა, არ მინდა რამე შემეშალოს, მაგრამ შინაარსი იყო ასეთი, რომ ის წმინდა სინოდს მიმართავს თხოვნით არ გადადონ ილია მეორის წმინდანად შერაცხვა. ამ საკითხზე საუბარი მახსოვს ჯერ კიდევ პატრიარქის გარდაცვალების პირველივე დღეებში დაიწყო. რა ეტაპზე არის ეს პროცესი და რატომ ჩართვალა ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა, რომ შესაძლებელია გადაიდოს პროცესი და გაჭიანურდეს? ეკლესიის ისტორიაში ძალიან გასაგებია იშვიათი შემთხვევებია, მაგრამ სულ ცოტა ალბათ 20-30 შემთხვევა მაინც არის ამ 2000 წლის განმავლობაში, როდესაც წმინდანად შერაცხვა მყისიერად ხდებოდა. და ამის საფუძველი იყო ის, რომ აი მაგალითად ხა მოციქულები სიცოცხლეშივე უკვე იყვნენ წმინდანები, სასწაულებს ახდენდნენ. მაგალითად წმინდა ნინო სასწაულთ მოქმედი სიცოცხლეში წმინდანია. მაგალითად ასურელი მამები, გრიგოლ ხანძთელი, ხო სიცოცხლეშივე წმინდანები იყვნენ. ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი. ანუ არიან ადამიანები, რომელიც წმინდანობის თემა უკვე აღარ საჭიროებს რაღაცა დროს. ამ თვალსაზრისით ჩვენ შორის ბევრს აქვს ასეთი აზრი, მე მგონი საქართველოს უმრავლესობას, რომ პატრიარქის წმინდანად შერაცხვის საკითხი არ დგას ეჭვის ქვეშ, რომ ვინმე ამას რაღაცა ეჭვის ქვეშ აყენებს, ну ძალიან რაღაც იშვიათი გამონაკლისის გარდა ალბათ ასეთი ყოველთვის შეიძლება იყოს. და ამიტომ მეუფე ნიკოლოზი ფიქრობს, რომ ეს თვითონ ეკლესიისთვის არის კარგი, რომ მისი რეაგირება იყოს მყისიერი, ანუ შესაბამისად, რომ ის რაც ეკუთვნის, ის ჩვენ პატრიარქს კი არ ჭირდება, ის ჩვენ მე პირადად ვთვლი, რომ ის უფალთან არის სასუფეველშია, ეს ჩემი პირადი აზრია, მაგრამ ერთია ჩემი პირადი აზრი და მეორეა უკვე ეკლესიის გადაწყვეტილება, როცა ოფიციალურად ჩვენ დღეს პანაშვიდს ვიხდით პატრიარქისთვის, ოფიციალურად. თუმცა ბევრი ამბობს, რომ მე არ შემიძლია პანაშვიდი გადავიხადო და ვთხოვ ღმერთს, რომ მიუტევო მას შეწოდებანი, იმიტომ რომ ჩემთვის ის წმინდანია. მაგრამ მე უკვე ამბობს, რომ ხომ არ არის კარგი ისევ ეკლესიისათვის, რომ აი მისი სიმაღლის მაჩვენებელი, მისი სიძლიერის, მისი ამა სულიერების მაჩვენებელი ხომ არ არის, რომ ჩვენ არ შეუშინდეთ ამ გაბედულებას და ამისკენ არის მოწოდება, რაზეც მინდა გითხრათ, რომ ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ვამბობთ, რომ
მოდი ესე ვთქვათ არ ავჩქარდეთ და აი ღმერთი მიგვანიშნებს და ალბათ ეს მე მაგალითად მგონია რომ ეს მალე უნდა მოხდეს მგონია და მგონია რომ მალე მოხდება. სინოდის გადასაწყვეტია თავიდან ბოლომდე ეს საკითხი. ანუ თქვენ მიგაჩნიათ რომ მალე მოხდება, თუმცა მაინც ელოდებით რაღაც მინიშნებას ამასთან დაკავშირებით. იქნება რაღაც მინიშნება ალბათ. და ყოველ შემთხვევაში თვითონ სურვილი ამისა მე ვამბობ რომ არა მარტო მეუფე ნიკოლოზში, არამედ ბევრ სასულიერო პირშია და მოსახლეობის დიდ ნაწილში. კი ბატონო, და ბოლო შეკითხვა მექნება, აღარ დაგღლით, იმიტომ რომ ესეც წარმოადგენს რაღაცა ინტერესის საგანს. არ ვიცი, რეფორმები შეიძლება, მოდი ვთქვათ, გარკვეული ცვლილებები არის თუ არა მოსალოდნელი ეპარქიებში, იყო საუბარი რომ თითქოს და შესაძლებელი, არ ვიცი, ახალმა პატრიარქმა ჩათვალოს რომ ეპისკოპოსების ნაწილი რა ქვია, საეკლესიო ცხოვრებაში არ ვიცი, პენსიაზე უნდა წავიდნენ, ეპარქიების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, გაჩნდნენ ახალი მღვდელმთავრები, ანუ გაქვთ ამის მოლოდინი და საჭიროებას თუ ხედავთ გარკვეული რეფორმირების? მე ასე გეტყოდით, რომ პატრიარქის სიცოცხლეში მუდმივად პატრიარქი აი დღე არ გავიდოდა რომ რაღაცა ახალი არ ეთქვა რომ მოდი ახლა ესე გავაკეთოთ განვითარებისთვის ძიება ეს მუდმივი პროცესია მით უმეტეს ისეთი ეკლესიისათვის როგორც პატრიარქმა ჩაიბარა ესე იგი აღშენებლო ესე იგი განადგურების პირას მისულ ეკლესიას სულ ჭირდებოდა აღშენებლობის პროცესი და ამ პროცესში იყო პატრიარქი სულ რაღაცა ძლიერდებოდა, ვითარდებოდა, ნუ ისე ვიტყვი რომ აი ეს ბოლო 2 თვე და ეს არჩევნებიც არის ამის დასტური რომ მან ძალიან დიდი ცვლილებები შეძლო და ეს ცვლილებები უნდა გაგრძელდეს და რასაკვირველია გაგრძელდება და მე გეტყვით თქვენ რომ ბევრი რამ დაგვიბარა მან რაც ჩვენ მის სიცოცხლეში ვერ მოვასწარით და ჩვენ იმას გავაგრძელებთ. შეგიძლიათ გითხრათ რა დაგიბარათ პატრიარქმა? იცით რა, ეხლა ესეთ საკითხებს მე ვერ ჩამოთვლი, მაგრამ ერთს მაგალითად გეტყვით, რაც ყველაზე ესეთი ყველასთვის მზნობიარე თემა იყო ამ 2 თვის განმავლობაში, რომ დებულების შეცვლა სინოდის ერთ-ერთ სხდომაზე იყო მიღებული და მუშაობა იყო დაწყებული, მაგრამ დამთავრებული არ იყო. ანუ პატრიარქი თვითონ თვლიდა რომ დებულება უნდა შეცვლილიყო. ხო, ანუ აი თუნდაც დებულების შეცვლაზე მუშაობა. კონკრეტულ საკითხებამდე რომ დავიყვანოთ, დებულება რომ შეცვლილიყო, რაზეც სამუშაო პროცესი იყო უკვე დაწყებული და ეს პროცესი დასრულებულიყო, მეუფე ისაიას და შეიძლება ცვლილებები ყოფილიყო. მეუფე გრიგოლს ეკნებოდა შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობის და შესაბამისად უფრო მძაფრი კონკურენცია იქნებოდა არჩევნებში პატრიარქობისთვის. იცით რა, მე სიმართლე რომ გითხრათ, ვერ გეტყვით როგორი რა მოხდებოდა, ვთქვათ რომ აი ეს შეფერხებები არ ყოფილიყო, მაგრამ მე მაინც მაქვს ასეთი განცდა, რომ მოლოდინი იმისა, რომ მოსაყდრე გახდებოდა პატრიარქი, იყო დიდ უმრავლესობაში. და მაინც შეიძლება ეს საბოლოო ჯამში შეიძლება მტკივნეული იყოს, რომ რაღაცა ბარიერის გამო არ არის საშუალება არჩევნებში მონაწილეობის მიღების, მაგრამ თვითონ საბოლოო ჯამში, რასაკვირველია, ახლა სურათი შეიცვლებოდა, მაგრამ საბოლოო შედეგი მე ვფიქრობ, რომ ასეთი დადგებოდა, როგორც დადგა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ანუ იმდენად საინტერესოა თქვენთან საუბარი, რომ არ მემეტება დასასრულებლად. ანუ უნდა ველოდოთ, რომ ეს დებულება უახლოეს პერიოდში შეიცვლება? იცით რა, აი რამდენ ხანში შეიცვლება არ ვიცით, მაგრამ ის რომ ერთ-ერთი ამოცანა ამაზე ყველა კანდიდატმა ისაუბრა, რომ ეს უნდა შეიცვალა, ანუ ეს მოლოდინი, ეს დაწყებული იყო და უნდა დამთავრდეს. ანუ დაზუსტდება დიპლომისა და ასაკის საკითხი? ყველა პუნქტი უნდა დაზუსტდეს. თუ მოიხსნება ზოგადად ეს შეზღუდვა? მე პირადად არ ვიცით რა შედეგი იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იქნება გაუმჯობესებული ყველანაირად. მადლობა მეუფე დანიელი ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.